ელექტროშოკური მოწყობილობების გამოყენება, რომელიც არის ზოგადად აკრძალული, მაგრამ ბრაკონიერები იყენებენ ამ მეთოდს, სპობს თევზს და თევზისთვის საარსებო წყაროს, საკვებს, მცენარეს. ეს რეალურად ძალიან ბევრი ჯიშის განადგურების საფუძველი გახდა საქართველოში უკვე და პრაქტიკულად სპინინგით ან ანკესით თევზის დაჭერა ხდება შეუძლებელი სამწუხაროდ. სიხშირე თვითონ ელექტროშოკური ბრაკონიერების კატეგორიის ამის იყენებდა რაღაც შემცირდა რაღაც დოზი, იმიტომ რომ რაღაც სამსახურები ამუშავდა, მაგრამ რეალურად ფონი არაა შეცვლილი და ბოლო 10 წლეული ყოველ შემთხვევაში, რასაც მე ჩართული ვარ ამ პროცესში და ვთევზაობ და აქტიურად მოღვაწეობ ამ სფეროში, რეალურად არაფერი არ იცვლება. საუკეთესო გზა მაინც ბრაკონიერებისათვის ბრძოლა არის ისევ და ისევ დაშვება. აი მაგალითად რო ავიღოთ კალმახზე თევზაობა აკრძალულია, რაც კანონ მორჩილ და წესიერ მეთევზეს არა აქვს საშუალება სპინინგით ითევზაოს, მაგრამ ამ სახეობაზე თევზაობის ამ სახეობაზე დაშვება, ანუ კანონით დაშვება, გამოიწვევს, რომ თვითონ მეთევზე ხდება ანუ ამ სახეობის მცველი. მოლაპარაკებაც შეიძლება, განხილვაც შეიძლება სეზონურად, ლიცენზიის ფორმით, ამას უკვე საკანონმდებლო კუთხე სხვა მომენტი აქვს, მაგრამ აკრძალვა უარესია. აკრძალვა იწვევს იმას, რაც რეალურად დღეს გვაქვს და უნიკალური ჯიშები თევზის ნადგურდება.